ადამიანთა ძალიან დიდ ნაწილს ამ პლანეტის აბსოლუტურ უმეტესობას ცხოვრების რაღაც ეტაპზე მუცელი ტკენია და საბედნიეროდ ამ მუცლის ტკივილის აბსოლუტური უმეტესობა არ ყოფილა არანაირ კავშირში რაიმე საყურადღებო გასტროენტეროლოგიურ თუ არაგასტროენტეროლოგიურ პრობლემასთან. პირადად მეც მათ შორის მინდა ბარემ გაგიზიაროთ ეს ფაქტიც, რომ გონებაც კი მაქვს წამიერად ორჯერ დაკარგული მუცლის ტკივილის გამო, რომელიც არაფერს საშიშთან არ იყო ასოცირებული და ასოცირებული იყო მხოლოდ იმ დღეს ამ ეპიზოდამდე ძალიან დარღვეულ მოკლედ ცხოვრების რაღაცა წესის დარღვევასთან ძალიან ეპიზოდურთან რა. ამ ვიდეოში მინდა მოვიხილოთ მუცლის ტკივილის მიზეზები კი არა, უფრო მეტად ისეთ სიტუაციები, როდესაც ღირს დაუყოვნებლივ ექიმის ნახვა მუცლის ტკივილის გამო, როდესაც ღირს ცოტა მოგვიანებით ექიმის ნახვა მუცლის ტკივილის გამო და როდესაც ღირს საერთოდ დაიგნორება მუცლის ტკივილის და სახლში ამის მოვლა. მოდი დავიწყოთ უფრო საყურადღებო მიზეზების ჩამოთვლით, უფრო საყურადღებო ნიშნების ჩამოთვლით, როდესაც ღირს რომ მუცლის ტკივილის გამო დაუყოვნებლივ მიმართოთ კლინიკას. პირველ რიგში აქვე გეტყვით, რომ ეს უყურებთ თქვენ ახლა YouTube-ის ვიდეოს. არავით არ YouTube-ის ვიდეო არის მხოლოდ დამხმარე საშუალება თქვენთვის. ამ ვიდეოს მიზანია მხოლოდ დაგეხმაროთ და არავითარ შემთხვევაში რაიმე შფოთვა გამოიწვიოს. თუ ეს ვიდეოები თქვენში რაიმე შფოთვას და შიშებს იწვევს, ესე იგი ის თქვენთვის არაა და შეგიძლიათ შეწყვიტოთ მის ყურება. თუ ტკივილი არის ძალიან ძლიერი, უცაბედი, პროგრესირებადი, რომელიც არ უმჯობესდება საათების განმავლობაში და თუ განსაკუთრებით ის გაღვიძებთ ღამის საათებში. თუ ტკივილთან ერთად გაქვთ ცხელება ან შემცივნება, ტკივილთან ერთად გაქვთ მუდმივი ღებინება, სისხლი ამონაღებ მასებში, შავი კუპრისფერი განავალი. თუ მუცლის ტკივილის დროს დეფეკაციას ვერ ახერხებთ ასევე გაზებისგან დაცლას და ამ დროს ხედავთ, რომ მუცელი იზრდება. თუ მუცლის ტკივილის დროს მუცელი არის ძალიან გამაგრებული, ძალიან დაჭიმული ან ძალიან გრძნობიარე, რომელიც ოდნავ შეხებაზეც კი რეაგირებს ძალიან მტკივნეულად. თუ ხელის დაჭერის დროს ტკივილი ნაკლები ინტენსივობით არის გამოხატული, ვიდრე ხელის აშვების დროს. თუ თან ახლავს უცაბედად განვითარებული სისუსტე, ცივი ოფლი, გულისცემის აჩქარება. თუ მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში განვითარებულ ტკივილს თან ახლავს სიყვითლე. თუ მუცლის ზედა ნაწილში განვითარებულ ტკივილს თან ახლავს გულმკერდის ტკივილი. თუ ორსულობის დროს ტკივილი განვითარდა მუცლის ქვედა ნაწილში და თან ახლავს თავბრუსხვევა, უცაბედად განვითარებული ძლიერი სისუსტე და ვაგინალური სისხლდენა. თუ ხართ ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი და ტკივილი ვითარდება მუცლის ზედა ნაწილში და გადასცემს ზურგში. თუ ახლახან ჩაიტარეთ მუცლის ღრუს ოპერაცია და თქვენი ტკივილი ძლიერდება, პროგრესირებს, თან ახლავს ცხელება და ღებინება. და თუ ცოტათი ასაკში ხართ და თქვენი იმუნური სისტემა დაქვეითებულია სხვადასხვა მედიკამენტების ან სამედიცინო მდგომარეობების გამო. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო სჯობს აუცილებლად ეს მუცლის ტკივილი თუ არ დააიგნოროთ, არამედ დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, იმიტომ რომ ყველა ეს ჩამოთვლილი სცენარი მოიცავს თავის თავში პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ. თქვენ ახლა უყურებთ YouTube-ის ვიდეოს, YouTube-ის ვიდეო არავითარ შემთხვევაში არ მოიცავს ადამიანის დიაგნოსტირებას და ამავდროულად გახსოვდეთ, რომ სუბიექტურად თუ თქვენ ხართ პაციენტი, ძალიან გაგიჭირდება თქვენი მდგომარეობის შეფასება და ამიტომ მხოლოდ ამ YouTube-ის ვიდეოს საფუძველზე არაფერი რაღაცა განსაკუთრებული არ მოიმოქმედოთ რა. ამ ვიდეოს აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო თქვენი დამხმარე ხასიათი. თუ ხედავთ, რომ ამას ვერ ემსახურება, ესე იგი ის თქვენ არ გარგიათ არაფერში. თქვით ტკივილის ისეთი მიზეზები, როდესაც ჯობია რომ დაუყოვნებლივ მივართოთ კლინიკას, მაგრამ ყველა ტკივილი ასეთი არ იქნება, ხო ასეთი ტკივილი შეიძლება ცხოვრებაში არც გქონდეთ არასდროს. ტკივილების აბსოლუტური უმეტესობა იქნება ისეთი უფრო მსუბუქი ხასიათის, თუმცა დაიგნორირება დრო არ ღირს ისეთი. მოდი ახლა ასეთი ტკივილის ხასიათები და ნიშნები ჩამოვთვალოთ, როგორია ტკივილი, რომლის დაიგნორებაც არ ღირს და რომელიც ჯობია რომ დაუყოვნებლივ არა, მაგრამ რაღაცა მომდევნო კვირებში თუ დღეებში აუცილებლად შევატყობინოთ ექიმს. თუ ტკივილი გრძელდება 48 საათზე მეტხანს, თუნდაც არ იყოს ძალიან ძლიერი. თუ ის ბრუნდება ძალიან ხშირად. თუ ტკივილი ახალ აღმოცენებულია და თან ახლავს წონის აუხსნელი კარგვა, უმადობა, ღამის ტკივილის ეპიზოდები, რკინოდეფიციტური ანემია. თუ ტკივილი არ უმჯობესდება პირველი რიგის ღონისძიებების შედეგად. თუ თან ახლავს ახალდაწყებული ნაწლავობის მოქმედების ცვლილება ფაღარათისა თუ შეკრულობის ეპიზოდებით, რომლებიც გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს. თუ მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს თან ახლავს საშარდე გზების სხვა სიმპტომები. თუ შვილოსნობის უნარის მქონე ქალბატონებს მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილები თან ახლავთ სხვადასხვა გინეკოლოგიურ სიმპტომებთან ერთად, როგორც იქნება ეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ჭარბი მენსტრუალური გამონადენი, არარეგულარული ციკლი და ასე შემდეგ. ეს იყო ტკივილის ისეთი სცენარები, როდესაც ღირს ექიმთან არა დაუყოვნებლივ, მაგრამ ახლო მომავალში მისვლა. ახლა კი მოდი ვთქვათ მსუბუქი ტკივილის შემთხვევები, რომლებსაც აქვს ეპიზოდური ხასიათი, რომელიც არ არის არანაირ პათოლოგიასთან ასოცირებული და რომელიც არის
ტკივილების აბსოლუტური უმეტესობა. ასეთ ტკივილი შეგვიძლია სახლის პირობებშიც მართოთ. ახლა გაგიზიარებთ სახლის პირობებში ტკივილის მართვის ისეთ რა ძალიან უსაფრთხო გზებს. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ შფოთვა თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მტერია ასეთ დროს. შფოთვის დროს ძალიან გართულდება დიაგნოზის დასმა და ძალიან გართულდება დაკვირვება, ცივი გონებით დაკვირვება მიმდინარე სიტუაციაზე. ასე რომ, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გახსოვდეთ, რომ ტკივილების აბსოლუტური უმეტესობა სიცოცხლის თვისაში პათოლოგიასთან კავშირში არ იქნება და ეცადეთ მშვიდი გონებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გამოავლინოთ ტრიგერები, მაპროვოცირებელი ფაქტორები. ამით თქვენს ექიმსაც დაეხმარებით, თქვენ შეიძლება დიაგნოზი ვერ დასვათ, მაგრამ ამაზე კარგად დაკვირვება თქვენს ექიმს შეიძლება ძალიან ისეთ ფასდაუდებელ ინფორმაციას აწვდიოს. ასე რომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ამ პროცესს დააკვირდით, ეცადეთ რომ დააკვირდეთ რაღაცა გარეშე დამკვირვებლის თვალით, რაც გაგიმარტივებთ სწორი დიაგნოზის დასმას. ტკივილის მართვა ძალიან რთულია, ტკივილის მიზეზის პოვნა ძალიან რთულია და ეს არ იქნება მარტივი პროცესი, რომ მიხვედით ექიმთან, ეხო გადაიღეთ და ტკივილის მიზეზი იპოვეთ. ამიტომ მანდ თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომაც მოგიწოდეთ, რომ იყოთ შეძლების დაგვარა ჩვიდად და ტკივილს დააკვირდეთ, რატო შეიძლება გქონდეთ ტკივილი და მერე ეგ ამბები გაარჩიოთ უკვე ეგ. შეგიძლიათ იხმაროთ როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური პირველადი ღონისძიებები. მაგალითად, მედიკამენტურში გულისხმობ, რომ ძალიან ეკონომიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპაზმის საწინააღმდეგო და ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც ურეცეპტოდაც არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც. როგორც იქნება აცეტამინოფენი თუ იბუპროფენი თუ ჰიოსციამინი, ეს სპაზმის და ტკივილის საწინააღმდეგო წამლები ძალიან ეკონომიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ. არ იქნება პრობლემა. ასევე ძალიან ასე ვთქვათ, წამლებამდე, სანამ წამლებამდე მივხვალთ რა, მანამდე ჯობია რომ რაიმე არამედიკამენტური გზებითაც ვაკონტროლოთ ტკივილი. მაგალითად, თბილი რაიმე ნივთი, საგანი ან თბილი ტანსაცმელი ან ნაჭერი დაიდოთ იმ ადგილას, სადაც ტკივათ, თუ თელი მუცელი ტკივათ, მაშინ მან. შეგიძლიათ გამოიაროთ, რომ მოძრაობამ შეიძლება ტკივილი შეამსუბუქოს. აქ ხო ხდებით საუბარი არის მსუბუქ ტკივილზე, ახლა მძიმე ტკივილის დროს წამლამდე შეიძლება ვერც მივიდეს ადამიანი, ისე მძიმედ იყოს მისი მდგომარეობა. აქ საუბარი არის ისეთ რა, მსუბუქ ტკივილზე. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვევ ამას. ასევე შეგიძლიათ ამ დროს ძალიან ცოტა ხნით რა, ძალიან ეპიზოდურად მცირე ხნით მძიმე კვებაზე უარი თქვათ რა. თუ ამ პირველადი ღონისძიებების შედეგად მეტი მოძრაობა, მეტი რაღაცა სითბოში მოთავსება მუცლის, პლუს ამას წამლების, სპაზმის საწინააღმდეგო და ტკივილის საწინააღმდეგო წამლების ეკონომიური გამოყენება, კვების ცოტათი, ასე ვთქვათ, მცირე ხნით ძალიან მძიმე კვებაზე უარის თქმა. თუ ამ ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო მსუბუქი ტკივილის დროს, რომელიც არაფერს არ მიუთითებს, ხო კარგი. მაგრამ თუ შედეგი არ გამოიღო, მერე ჯობია რომ მივიდეთ ექიმთან და უკვე მან ეცადოს რომ რაიმე მიზეზებს მიაგნოს ამ ტკივილისას.